18 გრადუსი, რაჭა, თავსხმა წვიმა, მდინარე, რომელიც ამინდიცვილებას ყისიერად პასუხობს. ერთი სიტყვით ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ ავიღოთ კარავი და გავემართოთ ახალი თავგადასავლის საძიებლად. მოგესალმებით, მე ომარი ვარ და ეს Wild-Dog-ის არხია. როგორც იქნა პონჩოს ამინდი გვაქვს. მოგლეთ სოფელ ღებში ვარ თამოსული. მაგარი წვიმა რა, მაგარი. თავიდან კაი ამინდი იყო და ეხა ისე გაწვიმდა, რომ წინძლივს ვხედებ. ეს დინარე მინდა გადავკვეთო. პატარა ნაკადული მოდის, მაგრამ როგორც ვიტყვეს წინა დღეებში ძალიან იყო წვიმების გამო მოძლიერებული და იმედია ეხა ცოტას გვაცლის რა. აი ეს დინარია, ლათქიშორა ქვია. და იქ არის ნაკადული და იქ ავივსებ წყალს. იმატებს ეს მდინარე რა ნელ-ნელა, რასაც უყურებ უფრო მეტი და მეტი მოდის. აი იქ არის შედარებით შვაზე წყდება და იქ შევეცდები გადასვლას რა. ეთქი ცოტას გავილივლივებ, დინარეში თქო და აქ ისეთი გაგიჟებული დამხვდა, გალივლივება კი არა. ეხა ჩავალ, წყალს ავავსებ, აუ აქ რა ცუდი. ძალიან ეფლობა ფეხი და თავარია უკან ვიხედო, რომ რამე არ წამოვიდეს, თორე ისეთი კადრები მაჩვენეს, ისეთი ადიდებული მოდიოდა, რომ ამას აქედან ვერ გავასწრებ ვერანაირად. აი ესეც ჩვენი ნაკადული. დილით იყო ძალიან კარგი ამინდი, ძალიან კარგი მზე იყო და ისე უცებ დაიწყო ჭექაქუხილი და წვიმაც ისე მალე მოვიდა, რომ საერთოდ არ ველოდებოდი, მაგრამ ჩვენი პონჩო იტესტება. ძალიან გემრიელი წყალია, ძალიან. აი ესე მოიმატა ლათქიშორას დინებამ და აქეთ ნაპირზე გადმოვედი. უკვე დასვენებაზე აღარ ვდარდობ რა. ისედაც სულსველი ვარ უკვე. უფრო და უფრო იმატებს დინება. ამას შეუძლია ძალიან დიდი ქვები და ძალიან დიდი მორები წამოიღოს და კალაპოტი უნდა დავტოვო ყველა ვარიანტში. თორე ისე არ გამოვა. აი აქედან არის სასასვლელი და იქ ავალ თორე ძალიან გაგიჟდა მდინარე. აი ეგ უნდა ავიდე. თან უკან ვიხედები, რამე არ წამოიღოს და შეიძლება კამერაში კარგად არ ჩანდეს, როგორ მოდიდა და როგორ მოდის, მაგრამ ნამდვილად მოდიდებულია. ეხლა ფეხით გადმოკვეთე და გამიჭირდა რა გადმოსვლა. ვარემ წყალს გავავლებ პოტასს. აქ შედარებით სუფთა წყალი. პატარა 64-ია რა. საქართველოში მსგავსი ადგილი, ავი, ყველგან არ მეგულება. ამ შემთხვევაში ჩვენი ლაშქრობის კალორიების წყარო არის ჭურჭხელა.
ისევ გვიწვიმდება რა. წვიმა არ გვანებებს თავს. მოკლედ ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, შედარებით სწორი ადგილი ვნახე და აი ეს ადგილია და აქ დავბანაკდები. პონჩო გაიტესტა. ძალიან კაი პონჩოა. იმედია შიგნიდან არ არის დასველებული და გარედან კიდე არ აუშავს. 10,000 გამომწერზე ვათამაშებ ჩემ მწვანე კარავს, რომელთაც საერთოდ ეს კონტენტი დავიწყე. და დაანონსებული მაქვს ეგ გათამაშება ფარავნის ვიდეოში. სადღაც 1 წლის უკან გადავიღე ეგ ვიდეო და აი ამ ვიდეოზე გადადით, გაეცანით გათამაშების პირობებს და ვინც მოიგებთ, ჩემი პირველი კარავი, მწვანე კარავი თქვენი იქნება. ნავს უკვე ყავს პატრონი და გამარჯვებულს გადავეცი და ახლა საინტერესოა კარავი ვისთან წავა. მანამდე კი საჭიროა ავიდეთ 10,000 გამომწერზე. მერე 15-ზე სხვა გათამაშება მექნება. მოკლედ თაცეც არის, საწეხან საჩამოდიო და ისე წვიმდა და ეხა მზიანათებს. დათფა და დაცხა და ეს დასველებული შარვალი და წინდები უკვე ამით დუღდა ფეხები რა. ერთი სრული მაქვს როდის გავიხ, მაგრამ შეშაც მოსაძებნი, ცეცხლის დასანთებია და მერე ყველაფერი. ხერხს ავიღებ ნაჯახს და წავიდეთ ახლა და შეშა შევაგროვთ. აურა გემრიელი წყალია. ეს ადგილია, სადაც წყალს არანაირი ფილტრი არ ჭირდება. დღეს საერთოდ იმ მდინარის წყლის დალევას ვაპირებდი, მაგრამ ისეთი ჭუჭყიანი წამოვიდა და ისეთი მოვარდა, რომ დალევა კი არა, გაურბოდი მდინარის. აი, წავიდეთ ახლა შეშა შევაგროვოთ და უნდა მოვამზადო ზაფხულის განსაკუთრებული კერძი, რომელიც იმერლებს ყველაზე მეტად გვიყვარს. ტყეში არაფერი არ არის ისეთი ხმელი, რომ გამოვიყენო რა. თან რომ წვიმდა ყველაფერი სველია და იმედია რაღაცას ვიპოვნი. ეს რაღაცები მომაქვს, მაგრამ სველია და ამას როგორ წაეკიდება ცეცხლი არ ვიცი. აუ ესეც მაგარი ნედლია რა. ესენი შედარებით ხმელია და ამ სველ ნაწილს შემოვაცლი გარედან. ეგა არა, დავიწყებ ახლა დანთებას ნელ-ნელ. იმ ხმელებს მოვიტან რაც მაქვს და ზემოდან ამას დავამატებ და ეგა. მოკლედ ცეცხლის დანთება გვიჭირს მაგრად რა. არ და რო ვერ დავანთო, ფაჯმერს ვერ მოვამზად, ზეც უკვე გადადის. თას მოეფარა. ცეცხლს ვერ ვანთებთ. მოკლედ აი ესეთი რამე გავაკეთე რა. ქვემოდან ნელ-ნელ ახურდება და მერე ეკიდება და იმედია რაღაცა გამოვა, თორე მშიერი ვრჩები, მშიერი დაშრობივით მოვაწყვე, ქვემოთ ფოთლებია, იმათ მალე ეკიდება ცეცხლი და მენასველია, რასაც ქვია, მაგრამ სადაც ამას ვინარჩუნებ, დანთებასაც შევძლებ რა, არ დავნებდები. აი ხა შიგნით მაქვს გამხმარი ფოთლები და იმას კარგად მოეკიდება ცეცხლი. კლასიკური უნდა გამაიყვანო. არ დავნებ ბევრი ვეცადე და მაინც დავანთე. ყველაფერი გამოვა, როცა მოინდომებ და როცა არ დანებდები. ცეცხლიც გიზგიზებს. მოკლედ საჭმელები წამოღებული მაქვს. ჭადიფსქვილი, ყველი,
აკიტრი პომიდორი. გადაურიოთ ეს მარილი რო გაიშალოს. ჩვენი ცომიც გამზადდა. ეხლა ტაფა და ეგ არის შეუდგები გამოცხობას. ერთი მჭადი მაინც რო დავაცხო, შიმშილს მოვიკლავ რა. ამას ახლა მოვაყრი სვანურ მარილს. მოკლედ აი ესე გავამზადე ჩვენი გემრიელობა. შეგვიძლია მივირთვათ ახლა. მაგარია ძალიან. ზაფხულში, ცხელ აგვისტოში, ჩემთვის ამას კერძი არ ჯობია რა. მეორე მჭაც აკლია ცოტა, მაგრამ არა უშავს, მეტი ეს აღარ გამოცხება. გამომდინარე იქიდან შეიძლება სუნში ერთ დარჩენილიყავი, მაგას მაინც ჯობი. ამ ხელზე ჭამა არის რაღაცა საოცრება რა. არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო. აუ ძალიან კაი იყო რა. ზაფხულში ამას არაფერი არ ჯობია რა. მოკლედ აგვიცივდა რა, 20 გრადუსია ეხლა. ელელა გვიღამდება ფანარის მომიმზადე და ვემზადებით რაჭული ღამისთვის. ყალი ცოტა მაქვს დარჩენილი, შეიძლება ჩავიდე მდინარეზე და ავავსო. მოკლედ ჩაწვევი თუ არა, ეგრევე გათბობს რა, ისე კარგი. ასწორებს ისე სიცივეში ჩაღუნღულება და მერე დაძინება რა. ამდენ დასვენებაში ჩამძინებია და დროც მაგრად გაგვეპარა რა. გარეთ დაგვიღამდა. შარვალი ჩამოვკიდე გასაშრობ. დანებიც აქვე მიდევს თავთან ორივე. სამწუხარო წყალი გაგვითავდა, აღარ არის. მდინარეზე ჩავდივარ, წყალი უნდა ავავსო, თორე ისე მომწყურდა, რომ ვეღარ ვიძინებ. იქეთ არის მდინარე. იმედი ახლა სადმე არ დავიკარგები. ჩვენი კარავიც ამაყად დგას. ისე ხანდახან ისეთ შეგრძნება მაქვს, ესეთ კარავში ყოფნას, ღიაცის ქვეშ ყოფნა მიჩვენია. მაინც ტერიტორიას ვხედავ, ვათვალიერებ, გარეთ რა ხდება. აქედან ვერაფერს ვერ ვხედავ. ფანჯრები არ აქვს. მაშინ გარეთთა ტენტი უნდა გავხსნა, რომ ბადეებიდან გავიხედო, მაგრამ ეგრე უკვე ცივა.
ორი კი ლამაზი რაჭული დილა გათენდა, შარვალი ესე დავტოვე, ღამე იმედია მშრალია. ღრუბლიანი დილა გათენდა და უნდა გავასწრო აქედან იმედია წვიმა კიდე არ მომისწრებს და არ დავსველდები. მოკლედ აი ესეთი პატარა ლათქი შორა, როცა არ წვიმს და კარგი ამინდია. ჩავალე ხაქვებით, წყალს ავავსებ და დავბრუნდები უკან. ესე გამოდის მიწიდა. აუ. ყინულივით ცივი მოდის რა. მაცოცხლებელი ელექსირია რა. აი ესეთი პატარა. და გუშინ ამხელა იყო. მოკლედ აი ესეთი ღრუბელი მოდის უკან, გაწვიმებას აპირებ. მინდა რომ ცეცხლის დანთება მოვასწროს, ჯერ მინდა ცხელი რაღაცა დავლიო. და მე აი ესეთი პურისქვილი მაქვს წამოღებული. კვერცხი და ამას მომიმზადებ საუზმედ. წავედით დავანთოთ ცეცხლი. თქვენ გაგიმარჯვოთ. ვადაშორის მთაში დაბალ ტემპერატურაზე დუღდება წყალი. დაახლოებით სადღაც 80-85 გრადუსი რა და ეხა ესეც რო გავსინჯე, ესეთი ცხელი არ არის რა, როგორც არის ხოლმე. პურის ცომს გავამზადებ, რომ გამოვაცხოთ, შიგნით საფუარი უკვე ჩაყრილი მაქვს. მარილს დავამატებ ეხლა და წყალს და მოვძებ. იმედია წყალი ბევრი არ მომივიდა. ესეც ჩვენი ცომი. ეხლა ცოტა ხანი დავასვენებ, ცეცხლს ავანთებ და შევუდგები გამოცხობას. ქვემოდან ცოტა კი დაიწვა, მაგრამ ზემოდან ძალიან მაგარია. ესე გამოიყურება ჩვენი საუზმე. ჯერ პურს გავსინჯავ და კარგია. მოკლედ საწებელი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მეგრული აჯიკა. წვიმას იწყებს. პური არის ზანგემრიელი. იდეალური საუზმე, იდეალური დილა. აუ წვიმა მოდის, უნდა შევასწრო ეხა კარავში რა. მოკლედ საუზმეს მორჩი თუ არა, ეგრევე გაწვიმდა. კიდე კაი კარავი მაინც დავტოვე გაშლილი და არ ავკეცე. იმდენი ხანია წვიმს, რომ მომშივდა და გამახსენდა, რომ ჩურჩხელა მაქვს კიდე დარჩენილი. პონჩო გადავიცი, გადაღებას არ აპირებს და უნდა გავიდე და ისე უნდა დავშალო რა, სხვა გზა არ არის.
მოკლედ ასეთი იყო ჩვენი რაჭული კემპინგი. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით. მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია. არ დაგავწოთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.